собрались, чтобы выразить свое отношение к инциденту, произошедшему 9 мая в Парке Победы в Оке. Я от лица нашей антифашистской коалиции и тех 100 организаций НПО и ветеранских организаций, входящих в нее, выражаю категорический протест тому, что произошло в тот день. Фашистующие молодчики из свободной зоны подходили к ветеранам, к людям, срывали с них ленточки, которые они называли символом оккупации. И плюс к тому срывали, как мне сказали, и медали с ветеранов. Эти люди, наверное, никогда не читали истории, не помнят о том, что в этой войне, в которой Грузия потеряла в процентном отношении наибольшее количество своего населения, около 350 тысяч человек, и часть победы, конечно, принадлежит и грузинскому народу, воевали наши деды, наши отцы и сложили головы. И эта ленточка ни в коем случае не может быть являться символом оккупации, она является символом победы в то время советского народа над фашистской Германией, над фашизмом Германии. И это будет оставаться нашей историей, которую нельзя перечеркнуть и нельзя забывать. Если сегодня они срывают ленточки, завтра они могут срывать кресты. Надо конкретно к этому отнестись и принять определенные меры. И второе. Наша организация обратится к Батону Ираклию Гарибашвили с предложением запретить функционирование организации «Свободная зона» как фашистской организации. И это будет официально зафиксировано и в документальном виде подано Батону Ираклию Гарибашвили. Батон Тристан занимался конкретно по этому вопросу. Я думаю, он более четко об этом расскажет. პოლიტიკური ანონიმური კრიმინალური ორგანიზაცია, სადაც მე პირადად შევისწავლე ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა, თვითონ ის პიროვნებები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული და თვითონ ის ადამიანები, რომლებიც ესე იგი არიან დანაშაული ჩადიან ისინი საქართველოს ტერიტორიაზე. 9 მაისს ისინი თავისუფალი ზონა იყო რამოდენიმე ჯგუფი დაყოფილი ბაგის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ესე იგი მოქმედებდნენ ვეტერანების წინააღმდეგ. პირადად მე ჩემი თვალით ვნახე ის ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ ამ საამონოების ვეტერანებთან და კერძზე გლეჭდნენ ამ ლენტებსა და საამონო ომში მიღებულ ორდენებსა და მედლებს. რაც ესე იგი ჩემთვის იყო, პირადად ჩემთვის იყო ძალიან ამარზიანი და შეურაცხყოფელი და მე მათ მივეცი მითითება, რომ მსგავსი ესე იგი საქციელი არ გაეგორებოდა, არ მომთარიღურა ესე იგი ამის აკვეთები ყველაფერი. მე მიმართე სამართალდამცავ ორგანოებსაც რომ მიფრენ ხომ სამართალდამცავ ორგანოებს რომ ეს ფაქტი აღეკვეთათ, მაგრამ რატომღაც სამართალდამცავი ორგანოები ასე მსგავს ესე იგი განშაულებებს მიმართ პასიურ ესე იგი ოპერაციებს იჩენდნენ. და ამან გამოიწვია ჩვენ შორის შემდგომ თავისუფალ ზონასა და ჩემს შორის უკვე როგორც სიტყვა ისე ფიზიკური დაპირისპირება, რაც გადავიდა ხელჩართულ ჯგუფში. შესაბამისად ისინი შეიკრიბნენ, სადღაც იქნებოდა 50 ადამიანამდე, რომლებმაც ესე იგი უკვე დაიწყეს მასშტაბური მოქმედება ვაკის პარკში. ბუნებრივია ჩვენს მეც უკვე გვერდში დამიტვით ჩემი თანამებრძოლები, ის ადამიანები, რომელი ადამიანებს ესე იგი ადამიანებს მიუღებელი იყო ის ქმედებები, რაკომებსაც თავისუფალი ზონა ჩადიოდა და ამაც ესე იგი რამოდენიმე ესე იგი რუსიანო ქმედება გამოიწვია და იქ გამოყენებული იქნა თავისუფალი ზონისგან საღებავები ჩვენ წინააღმდეგ და იქ გადაცემისა ასევე ვეტერანებიც იქნენ საღებავებით დასრულდნენ. შემდგომ უკვე იზოლებული ვართ სამართალდამცავ ორგანოებში ჩარეული იყვნენ და ესე იგი განემუხტა სიტუაცია. მე დავაფიქსირე ადამიანების ბაჭური გვაცელაზე ეს რომელიც მოქმედება ვეტერანების წინააღმდეგ ირაკლი წერეთელი გოგოხი
ესეთი არის თავისუფალ ზონაში და ასევე ესე იგი სხვა დანარჩენი პირები. ეს ღონისძიება, რომელი ღონისძიებაც იყო 9 მაისს გამარჯვებასთან დაკავშირებით, პირდაპირ იმართებოდა სააკაშვილის მხრიდან. წინასწარ ესე იგი იქნა თანხები გამოიწყვის საჩემი ინფორმაციით $60,000-მდე იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი 9 მაისის ღონისძიება უნდა ყოფილიყო ჩაშლილი. რაც მათ არ გამოვიდათ და რაც ესე იგი შემდგომ ბუნებრივია, როდესაც ვერ მოახდინეს მასშტაბურად და ვერ მოახდინეს ესე იგი ორგანიზებულად ამ 9 მაისის ღონისძიების ჩაშლა, უსიამოვნო გამოიწვია თვითონ მათში უკვე და გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც სააკაშვილი დაუკავშირდა შემდგომ გიგა რომელიც ხელმძღვანელობდა მთლიანად იმ დღეს ყოფა ხაბაზი, გივით არგამაძე და მათში უკვე ყოფილება გამოიწვია, რომ ესე იგი ამ 9 მაისში ესე იგი 9 მაისის ღონისძიების ჩაშლა. თავისუფალ ზონას მხოლოდ და მხოლოდ 9 მაისის ღონისძიების ჩაშლა არა მარტო 9 მაისის ღონისძიების ჩაშლა, არამედ თავისუფალ ზონას აქვს მრავალი დამშავლებები ჩადენილი. მათ შორის თავდასხმა ჟურნალისტებზე ზაზა დავითაიას ორჯერ დახვდნენ ქუჩაში და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცივი დაზიანება. ეს იყო ერთ-ერთი აქტიური პირი თავისუფალი ზონის კებულარია, რომელიც შედომ დაკავებული იქნა. ასევე როდესაც ესე იგი მოსკოვში იმყოფებოდა ინტელიგენციის წარმომადგენლები, ისინი რომ ბრუნდებოდნენ საქართველოში, აეროპორტში დახვდა მათ თავისუფალი ზონა და მათ ესე იგი დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ასევე კიდევ თავდასხმა იყო, მეორედ განმეორებით თავდასხმა იყო, ესე იგი 10-იანი ჯგუფი დაესხა ჟურნალისტს ისევ ზაზა დავითაიას და ასევე ესე იგი თავისუფალი ზონა, როდესაც მე ვისწრებოდი პირდაპირ ჩართვა მქონდა გორიდან რუსთავის გადაცემაში, აი იქაც დამდა თავისუფალი ზონა, რომელსაც განახორციელა თავდასხმა. ასევე ვიყავი მიწვეული მე გორში, ტელევიზიაში, თეატრში, სადაც პირდაპირ ეთერში ვისწრებოდი განმარტებებს თუ რატომ არის აუცილებელი რუსეთთან მოლაპარაკება და რატომ უნდა მოწესოს ყველაფერი აბსოლუტურად მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, მაშინაც პირდაპირ ეთერში თავისუფალი ზონის ინფორმაციებმა ესე იგი მოახდინა ჩემთინამდე პროვოცირება. აქედან გამომდინარე მოუწოდეთ საქართველოს სამართალ დავსავ ორგანოებს, მოუწოდეთ პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ ესე იგი მოახდინოთ ამ ორგანიზაციის შესწავლა, იმ პირების შესწავლა, რომლებიც პირების არიან გაერთიანებული ყოფილი ზონდერები, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც თავის დროზე ხელმძღვანელობდნენ მონაწილეობას მშვიდობიანი ნებისმიერი დარბაზში, დღეს ისინი ყველანი არიან თავისუფალი ზონის ორგანიზაციის გაერთიანებული. ეს ორგანიზაცია უნდა იყოს აუცილებლად გაუქმებული და ყველა ის პირები, რომელთაც აქვს დამუშავების მონაწილეობა მიღებული, ასრულებენ საქართველოს კანონის წინაშე. Значит, факт касается 9 мая 2015 года. Я как представитель директора агентства журналистских расследований «Продосвидцы» скажу позицию мою как гражданина Грузии и позицию мою как руководителя нашего агентства «Продосвидцы». Праздник 9 мая – это праздник победы советского народа, а не отдельно взятого одного или другого народа, бывшего уже Советского Союза. Люди, ветераны войны этой, пришли в парк Победы встретиться и встретить эту встречу, посвятить памяти того дня, который для каждого живого, не только в то время, но и в наше время, человека, который знает, что такое фашизм, а не, по крайней мере, желает представить и понять, что такое фашизм, будет праздник этот очень дорого. Пришли ветераны. Надо же смотреть правде в глаза. Как говорим о победе советского народа, и вдруг говорить только как о победе российского, или грузинского, или туркменского нельзя. Это общая победа, одна на всех. И за ценой никто не постоял. Давайте посмотрим сейчас с другой стороны. Молодые ребята, граждане Грузии, которые называют себя борцами за справедливость, за независимость грузинского народа и так далее. Я уверен, они не называют себя хулиганами, или там дебоширами, или нарушителями общественного порядка. Именно в этот день, я считаю, святой день, для каждого
осуждена эти символики, ленточки. Какое они имеют право? Кто они такие? В каких семьях росли эти так называемые молодцы? Я не хочу их назвать здесь публично, но, наверное, при встрече я обязательно, они тоже пожелают со мной встретиться после этой передачи. Они негодные люди, негодные граждане. Они просто предатели. Это оскорбление человеческого достоинства. Человека, который... Ты сейчас жив, молодой, который срываешь у меня эти медали и эту ленточку. Чем бы ты ни мотивировал, благодаря меня ты жив. Потому что если ты здесь не жил бы, и здесь победы не было бы, может, тебя и тоже не было бы. А скорее всего так оно и есть. Потому что пусть никто не думает, что если немцы здесь зашли бы, этот 4-миллионный или 5-миллионный народ грузинский, он полностью ассимилировался бы. Как турки ассимилировали в свое время, так же это произошло бы. Поэтому не уважать тех людей, которые кровь свою пролили, и поступать с ними так, это преступление. Но странное другое, третья сторона. Руководство нашей страны. Они прекрасно знают, поименно, могут провести идентификацию каждого, есть видеокадры, я уверен. Есть контрразведка, которая снимала это все. Кто это делал, как. Возбуждены уголовные дела, я по телевидению смотрю, их оштрафовали. Какой штраф? Может, я человек, мне 90 лет, сорвали эти медали и ленточку эту, нет? Во-первых, это мое право. Может, я ленточку повешу монгольскую. Я так считаю. Кто ты такой? Я тебя ругаю, я тебя бью, что ты за Америку или там за Европу. Нет же, нет. Наши власти очень отрицательно поступили, что возбужденные уголовные, не возбудили уголовные дела, а если даже и возбудили, они завершились вот так называемыми штрафами. Я не только призываю, наша власть, а в первую очередь господин премьер-министр, получает зарплату, которая от нас к нему идет. И он обязан эту зарплату отрабатывать согласно действующему законодательству. Я просто требую, а не призываю его. Я заказчик, гражданин, а не он мой хозяин. Власть служит даже народу. И в частности мне Тенгиз Учхиквадзе. Я требую, чтобы по всем фактам, не только 9 мая, вот этих молодых людей, которые участвовали, кто-то говорит, что они в свободной зоне, я не знаю, откуда они. Надо говорить по фактам, я лично не знаю, они в свободной зоне или там в запретной зоне. Надо возбудить уголовно, тщательно провести, потому что это, если не будет сделано, и не будут они, соответственно, наказаны, что наступит что? Этот ветеран, которого так оскорбили, он воевал там, дрался, кровь лил, и какой-то сопляк взял и сорвал все это. Сегодня с ним ничего не случится. Что очень приятно, через 2-3 месяца, это же любой врач может сказать. Инсульт или инфаркт. Он же обиду, его же оскорбили. Он всегда, когда был молодым, он мог драться, а здесь он не старик. Если все это делается и покрывает власть, то это преступная власть. Основа этой преступности для меня как гражданина состоит в кохабитации, которая до сегодняшнего дня довела сегодня 9 мая, это следствие кохабитации. Это не только мое мнение, любой другой, пускай оспаривает мое мнение. И поэтому сегодняшняя наша встреча, это не призыв, это призыв к народу, что однополчане, что просто граждане Грузии, то, что они сделали, вот эти молодые, это и есть фашизм. Так начинался фашизм в Германии, над которым советский народ одержал победу. Это надо своевременно. И сегодня, если даже власть не отреагирует, каждый из нас должен. Поэтому мы должны объединяться против фашизма. Вот так начинается фашизм в Грузии, который, кстати говоря, не по идейному действию, а за деньги действует. Я абсолютно уверен. Если была бы моя воля, и был бы я у власти и занимался бы так называемыми правоохранительными органами, легче легкого определить, откуда у них средства. Не просто так это делать, так организованно и прочее, прочее. То есть получается, что какие-то государства вмешивают в внутренние дела нашей страны и создают здесь фашистующие группировки. И поэтому премьер-министр, в первую очередь он,
в том числе и председатель парламента, обязаны все меры принять, а председатель парламента провести заседание, которое должно быть посвящено именно разбору этих вопросов, на котором правоохранительные органы, представители, руководители должны докладывать, что они сделали. Потому что мы молчим, закрываем глаза на начало фашизма в Грузии. Он уже есть здесь. Он пока что в зачатке. Саакашвили это фашизм был. Если кто думает, что он был побежден, это ложь. Это обман. Он до сегодняшнего дня здесь существует. Мы здесь, присутствующие люди, имели честь и имеем право свою позицию высказать и требовать. Долой фашизм в Грузии. Я думаю, все мы к этому приобщаемся. Здесь не главное, чтобы сорвать русскую символику или ордена. Здесь самое главное, что кто-то на мое право высказать свою позицию вот таким образом на меня действует. Я что, раб, что ли, да? Подойди, а ну молчи, а ну сорви. Кто дал право? Я могу не согласен быть с вами, но это вовсе не значит, что я должен вас скверными словами называть, оскорблять, прибегать к физическому насилию и так далее, и так далее. Это же есть рамки какие-то, нет? Он может высказать, что вы знаете, я вот потому-то, я господин или товарищ против вас, ветераны и так далее. Но это вовсе не значит, что подойти и сорвать. Am organizებას, am გადაჭუბებებს, ამის ორგანიზებას აკეთებდა ამერიკის спецსამსახურები. მე თვითონ შევამჩნიე პირადად თუ როგორ ესე იგი გადაცემენ ინფორმაციებს აი ამ დაჭუბებებს და ახდენდნენ მის სხვადასხვა ადგილებში გადაჭუბებებს ამერიკის спецსამსახურები. მევადროდეს, ჩვენ ერთადერთი უნდა ვიყოთ 100%-იანი მტკიცება არის იმისა, რომ არავის არ აქვს ახალგაზრდა მოუხმოწესება. აიღო შეთავზე პასუხისმგებლობა, რომ ფიზიკურად გაუმკლავდე ადამიანს შეულაწუმა მიაყენო, რომ მოუხსნა და შემდეგ და ეს არ თავარი. დღეს ხელისუფლება ჩუმად არის და ეს ჯარიმით შემოფარგლება ამ დანაშაულთა მიმართებაში ასეთი ფორმით რეაგირება, ეს არის რა, ისევ და ისევ კოჰაბიტაციის გაგრძელება. ანუ ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, არა მარტო იმ პირთა მხრიდან, რომლებმაც ეს გააკეთეს, არამედ ვისი, უპირველეს ყოვლისა ვისი, სამართალ დამცველობაზე. ხელა ეს არის ბადაშვილია ხო, პროკურორი, ხო? რა თქმა უნდა. და ბატონი გობელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირი. და ცხადია პრემიერ-მინისტრი. აქ ვერაფერი, იმიტომ დღეს ასე 400 ლარი, მათთვის 400 ლარი არაფერი არა, როგორც ვთქვა. ხვალ კიდე იმის მე მაგარი ბიჭი ვარ, მე საქართველოს ვიცავ. მე ვიტარეთ ახსნით მოგოს, თორე მე თუ შევესწარი ამ პროგრამას და რეგულარულად თვითებით. იჩხუბი და რასტები ჩვენ ვიყავით და ზუსტად იმ პერიოდში ჩემთან ორი ადამიანი მოვიდა, მოხდი ერთ-ერთი საჩივრელად, რომ მადლენ ჩამომავლიდეთ და ნეტა მეკეთდა. და ფიქრობ, რომ თვითონ ხელი არის ხო? და როგორ დაერახა და მე გავაღებო ყველაფერი. ძალიან ცუდი, მე როგორც ყოფილი ორგანოს მუშაკი, მე მაგალითად თაგებს ვუძღდა ამაზე აღძრავდი სისხლის ამათლის საქმეს. ეს არის აუცილებელი. ეს 400 ლარები და ჯარიმა არაფერს არ უშველის ამ ყველაფერს. როგორ ფიქრობთ, ახლა ჩვენი ძველი ნაწილი ხალხი ყველაზე კარგი სააღათმოაზე უშიშროება, როგორც ყავდა ჩვენი ნავის დროს და კიდევ შემდეგ როგორ ფიქრობთ, არ ჩვენ არ ვიცით ხელისუფლებაში აქტებოდა ყველაფერი კარგად. დღესაც ვთქვით. უბრალოდ ჩვენ არ მივიღოთ, იმიტომ რომ ვაათ იმის თავაზე თუ კი საჭირო გახდათ მომდავიბრეთ ხოლმე. ჩვენ ეს ფაქტები არის, რა ხდება, როგორ არის, რას აკეთებენ. მე მაგალითად დავიტანე, რომ ეს არის ფაშიზმის დასაწყისი საქართველოს. რაც ის კი არა, გაგრძელება. ეს საერთაშორისო ფაშიზმი დაამყარა საქართველოში და დღევანდელი ახალგაზრდა რომელიც მათ კიდე მხარს უჭერენ, აგრძელებენ ასეთ რაღაცას. მე რომ მქონდა ის ძალა, ამას სულაც ჩავაყუნდებდი ალბათ ერთი აღზრდის სისხლის სამეთა ერთი 800 წელს მაინც მოვაჭრობდებათ რა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პატარა ქვეყანა ისედაც ვის გონია, რომ დღეს საქართველოს ომი დამთავრდა. ომი არ დამთავრებულა ეს. ომი არის საქართველოში ისე. მე ძალიან ბევრი ახლობელიდან მოყავ სამომში თვითონ ქართულ ჯარში არ ვიცი რომ არ გავაგოებდა. როგორ შეიძლება ამ მაშინ სხვა დროი სხვა ცხოვრებაში ცხოვრობთ და სხვანაირი
მიდგომა ჭირდება ამ ხალხს, არანაირ არ შეიძლება პატივიცემა ხალხს უგადაგუყურდეს ახალგაზრდა რა. ხელისუფლება ვალდებულია ჩვენთან ითანამშრომლოს, რათა ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები, ჩვენი ორგანიზაცია ჟურნალისტური გამოძიების პროდუქციებზე და მეტყვას ხელისუფლებამ და პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოეძინა ბოლო დროს ის, რაც ჩვენ გამოეძინა. რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი რეაგირებას ცდილობენ არ მოახდინონ. ეს უნდა გახდეს ნათელი. მე მივიდა საერთაშორისო ინფორმაცია თავის პოზიციასთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩემთვის მოუწოდება გუშინზე მომივიდა სასამართლოდან შეტყობინება. თავისუფალი ზონა მიწიდა სასამართლოში. და რატომ? ვინაიდან მე ვიყავი თვით დაცვის რეჟიმში ყოველთვის მათი მხრიდან როდესაც კონსტიტუციური ცენტრი თავდასხმები, ესე იგი თავისუფალი ზონა მიწიდა სასამართლოში, ვითომ მე მათზე ვახორციელებ ზეწოლებს და ორი დღის უკან მომივიდა სასამართლოდან შეტყობინება, რომ ესე იგი თავისუფალი ზონა მიწილის სასამართლოში პატივისა და ღირსების შენახავასთან დაკავშირებით. იმის დაწესებულებაა, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სამართალ ორგანოებმა ამასთანების მე მივაწოდე საერთოდ არაერთი პროკურატურას თამაშის დაკავშირებით თუ საიდან ინსტიტუტს თავისუფალი ზონა იმ მოპარულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც თანხების მოპარული იქნება სააკაშვილის დროს, თავის დროს საქართველოში ესა იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის დაქანებული ვაჭრობა ჰქონდა იარაღის და მის ბიზნეს, ესე იგი 4 მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელიც ამერიკამ ესე იგი ჩააგმოიცხა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ცხინვალის ომთან დაკავშირებით და უნდა მომარებოდა ტოლებს ის თანხები იმასთან დაკავშირებით, ესე იგი სპეციფიკურად დაკავშირებით კვლევები, რომელიც ხდება ახალაის დაბადების სამინისტროში 4 ჯგუფი იყო და მათზე გაცემული არარეგისტრირებული არის დოკუმენტი მასალები გადავიწეს პროკურატურას აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არანაირი ესე იგი ნაბიჯი არ გადადგმულა არაერთი მოიხო მე დაშიფრები ჟურნალისტების წამიყვანე ესე იგი გადავაღებინე ეს ფარული ბაზა სადაც მზადდებოდა ეს სნაიპერები რომლებიც უკრაინაში მოქმედებდნენ მაიდანზე აბსოლუტურად მთელი მასალები დავდები არანაირი ნაბიჯი არ გადადგეს ამასთან დაკავშირებით და პირიქით ჩემწინააღმდეგ შეიქმნეს სასამართლოში საბჭოთა მეტი დროს მათ ესე იგი ცივწამებ და მათ ესე იგი ისევასა პატივს ეხავდა ეს უკვე სასამართლოში იმის დასწრებაში ყველაფერი შეგახსოვდა აბსოლუტურად სასამართლო გამოიტანოს პრინციპი მე დარწმუნებული ვარ რომ მოსამართლეები ძალიან არის ძველი მოსამართლეები რომელი მოსამართლეებსაც ყოველთვის ის მოსამართლეები იყო მართლები გულაშვილისა სააკაშვილის და არ არის გამორიცხული მაგრამ ჩემწინააღმდეგ არ გამოიტანო ეს საჩივარი საჩელი შედარილია სასამართლოში ეს არის ხუთი ხელისუფლების აი სიცხვილია რა აი ხელისუფლების გამოდის რომ დაიცვა კანონი შემდეგ რომ მარცინამდე გაილაშქრეს ხელისუფლება და კანონი გაილაშქრეს იმასწინამდე რომელიც იყო შეურაცხყოფილი თუ არა გალახული შეურაცხყოფილი იყო შეასწრეს საღებავი და იცავდა ვეტერანებს ამ მსგავსობისგან ამ ხალხის მხრიდან Я хочу сказать большое спасибо всем тем, кто принял участие в нашей сегодняшней встрече. И хочу еще раз подчеркнуть и ответить тем людям, кто задал вопрос, когда создалась антифашистская коалиция. Для чего это нужно? Есть ли фашизм в Грузии? Во-первых, независимо от того, был фашист в Грузии, есть он или не было и будет, антифашистская коалиция – это предпосылка к тому, чтобы его не было. Но вот сегодняшняя встреча еще раз подчеркивает, что это очень актуальный вопрос. И фашизм в Грузии, к тому моменту, когда мы создали эту антифашистскую коалицию, он был уже и он действовал. Поэтому мы еще не раз встретимся в вашей аудитории, еще не раз будем говорить на эти злободневные темы. Еще раз большое всем спасибо.